ძვირფასო სულო, დღეს ანგელოზებმა შენთვის განსაკუთრებული წერილი მოიტანეს. ის ამ მომენტში მოვიდა, რადგან სამყარო მიცის, რომ შენ მისი მოსმენა გჭირდება. დაწყებამდე დააყენე მომწონს ამ სინათლის გავრცელებაში დასახმარებლად, გამოიწერე არხი და კომენტარებში დაწარე მე ღია ვარ ანგელოზების წერილისთვის. ასე, შენ კიდე უფრო გააძლიერებ ანგელოზურ ენერგიას შენს ცხოვრებაში. ანგელოზები ამბობენ, შენ სინათლის პორტალის გავლას აპირებ, რთული ციკლი მთავრდება და რაღაც არაჩვეულებრივი შენი მიმართულებით მოდის. ისინი გინდათ რომ იწოდე, რომ გარდაქმნის მომენტი აქ არის. ნუ იბრძვით ცვლილებების წინააღმდეგ, ისინი ღვთაებრივი გეგმის ნაწილია, რომელიც ცისმოავლებმა შენთვის მოამზადეს. ამ ზუსტ მომენტში, როდესაც ამ სიტყვებს კითხულობ, ფარული, მაგრამ ძლიერი ენერგია მოძრაობს შენს გარშემო. ეს არის ანგელოზების ენერგია, რომელიც ვლინდება, რომ ცხოვრების გარდამავალ პერიოდებში წაგიყვანოს. იფიქრე ყველა იმ დროზე, როდესაც აუხსნელი იმპულსი იგრძენი სხვა გზის გასატარებლად, ან როდესაც ერთი კარი დაიხურა, მაგრამ სხვა ბევრად უკეთესი გაიხსნა. ეს არის ანგელოზური ჩურჩული, ღვთაებრივი ჩარევები, რომლებიც შენს უდიდეს სიკეთისკენ გიცევენ. ანგელოზები იგებენ შენს ბრთოლებს, ეჭვებს და შიშებს. ისინი ხედავენ შენს სულს და ცნობენ შენ შინაგან ძალას, მაშინაც კი, როდესაც თვითონ ვერ ხედავ მას. ამიტომ ისინი გიწევენ კონტროლი გაუშვა. შენი ზრუნვები სამყაროს გადასცე და დააჯერო, რომ ყოველი ნაბიჯი, რაც არ უნდა გაურკვეველი ჩანდეს, სინათლისა და სიუხვის ბედისწერისკენ გიყვანს. გარდაქმნა ყოველთვის კომფორტული არ არის, მაგრამ ყოველთვის აუცილებელია ზრდისთვის. ეს არის როგორც მუხლუხო, რომელიც ყრმილში იმალება, რომ პეპელად გამოვიდეს. პროცესი შეიძლება მუქი და მარტოსული იყოს, მაგრამ შედეგი თავისუფლება და სილამაზეა. ისინი გინდათ, რომ იცოდე, რომ ეს სინათლის პორტალი მხოლოდ მეტაფორა კი არ არის. ეს არის ენერგეტიული რეალობა, რომელიც იხსნება მათთვის, ვინც მზადაა ცვლილება ჩაეხუტოს. ეს არის შესაძლებლობა უკან დატოვო ძველი ნიმუშები, შემზღუდველი რწმენები და ყველაფერი ის, რაც აღარ ემსახურება შენს ღვთაებრივ მიზანს. მიეცი ამ გარდამქნელი ენერგიით ჩამოყალიბება. ღრმა დამოსუნთქე, დაიგზენი ანგელოზური თანამყოფობა შენს გვერდით, რომელიც სიყვარულითა და დაცვით გეხვევა. ყოველი გამოწვევა, რომელსაც აქამდე აწყდექი, მომზადება იყო. გაკვეთილი, რომელმაც გაგამტკიცა და გაგხადა ის, ვინც დღეს ხარ. და ახლა მზად ხარ შემდეგი დონისთვის, შენი სულიერი მოგზაურობის ახალი ფაზისთვის. ნუ მიეკიდები წარსულს, რადგან მან უკვე შეასრულა თავისი როლი. მომავალი იქსოვება იმედისა და უსასრულო შესაძლებლობების ძაფებით. ანგელოზები გარწმუნებენ, რომ ის, რაც შენი მიმართულებით მოდის, ბევრად დიდი და უფრო ლამაზია, ვიდრე წარმოიდგენ. ეს არის ზეციური საჩუქარი, ანაზღაურება შენი დაუტოლებლობისა და რწმენისთვის. გახსენი შენი გული და გონება ამ ახალი კურთხევების მისაღებად. მიეცი ანგელოზურ სინათლეს განანათოს შენი გზა და სრულყოფილებისკენ წაყვანოს. დააჯერე პროცესს, დააჯერე ანგელოზებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, დააჯერე თავს. შენ ხარ სინათლის არსება, რომელსაც შეუძლია სასწაულები გამოავლინოს თავის ცხოვრებაში. ჩაეხუტე გარდაქმნას და მიეცი ჯადოს მოხდეს. გახსოვდეს, ყოველ სუნთქვასთან ერთად შენს ნამდვილ ღვთაებრივ არსებასთან ღერძობ. ანგელოზები აფაზებენ შენს მამაცობას და განვითარების სურვილს. ისინი აქ არიან, რომ გაყოლონ გზის ყოველ ნაბიჯზე, გამამხნევებელი სიტყვები ჩაქჩურჩულონ და შენი თანდაყოლილი ძალა გაგახსენონ. იგრძენი მათი თანამყოფება უპირობო სიყვარულის ენერგია, რომელიც გეხვევა. შენ არ ხარ მარტო ამ მოგზაურობაში. გარდაქმნა საჩუქარია, შესაძლებლობა, რომ კვლავ დაიბადო და გახდეს საკუთარი თავის ყველაზე მაღალი ვერსია. მიიღე ეს საჩუქარი მადლიერებით და მოამზადე თავი, რომ იყო მოწმე იმ სილამაზისა, რომელიც შენს ცხოვრებაში გაშლილი იქნება. ანგელოზები სთხოვენ, რომ ენდო. მაშინაც კი, როდესაც ჩანს, რომ ყველაფერი იშლება, გახსოვდეს. ისინი მუშაობენ კულისებში, ალაგებენ ფაზლის ნაწილებს, რომ მოულოდნელი კურთხევა მოიტანონ. და კიდევ, ისინი გთხოვენ, რომ ახლავე ხმამაღლა განაცხადო, მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა. ეს განცხადება არამხოლოდ ღვთაებრივ გეგმასთან გწყობს, არამედ გზასაც უხსნის, რომ კეთილდღეობა უფრო სწრაფად მოვიდეს.
განურჩევლობის მომენტებში, როდესაც ნიადაგი თქვენს ქვეშ ქრება, ბუნებრივია შიშისა და სასოწარკვეთის გრძნობა, მაგრამ ანგელოზები თავისი უსასრულო სიბრძნითა და უპირობო სიყვარულით მოვლენ, რომ გაგახსენონ, რომ რწმენა არის ღუზა, რომელიც მტკიცედ გიჭირავს ბუღების შუაში. ისინი ხედავენ სრულ სურათს, ღვთაებრივ ნაქსოვს, რომელიც იქსოვება და იციან, რომ ყოველ ძაბს, რამდენადაც გახლართული არ უნდა ჩანდეს ახლა, უფრო დიდი მიზანი აქვს. ნდობა არ ნიშნავს რეალობის იგნორირებას ან პრობლემების არსებობის თავს-მოჩვენებას. ნიშნავს იმის დარწმუნებას, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი აქვს უფრო დიდი ძალა, რომელიც შენს სასარგებლოდ მოქმედებს. წარმოიდგინე, რომ ღია ზღვაზე ნავში ხარ და ტალღები გიგანტურია. შეიძლება იგრძნო ქანქარა, ძლიერი ქარი, მაგრამ თუ კაპიტანსა და ნავის სტრუქტურას ენდობი, იცოდები, რომ უსაფრთხოდ მიაღწევ შენს დანიშნულების ადგილს. ანგელოზები შენი კაპიტნები არიან და სამყარო შენი ნავია. ისინი გიმართავენ, იცავენ და გარწმუნებენ, რომ ყოველი დაბრკოლების უკან შენი ღული შესაძლებლობაა. მოულოდნელი კურთხევა, რომელსაც ისინი ახსენებენ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოვიდეს: ფინანსური პრობლემის გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი შეხვედრა, ახალი იდეა, რომელიც არსაიდან წარმოიშობა, ან თუნდაც პერსპექტივის ცვლილება, რომელიც ტანჯვისგან გათავისუფლებს. როდესაც ხმამაღლა განაცხადებ, მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა, შენ ძლიერ წერილს უგზავნი კოსმოსს. ეს არის განცხადება შესაბამისობისა, წინასწარი მადლიერებისა და სიკეთის მიღების ღიაობისა. ეს პოზიტიური ვიბრაცია იზიდავს შენკენ იმას, რაც გინდა და იმსახურებ. ეს არის როგორც რადიოს სადგურის ჩართვა. საჭიროა სწორ სიხშირეზე იყო გადაცემის მისაღებად. შენი მიღების განცხადებით შენ სიუხვისა და კეთილდღეობის სიხშირეს ერგები. არ დააკნინო შენი სიტყვებისა და განზრახვების ძალა. ისინი ძლიერი თანაშემოქმედების ინსტრუმენტებია. ანგელოზები გამამხნევებენ ამ ნდობის ყოველდღიურ ვარჯიშს. დღემადლიერებით დაიწყე, პატარა რამეებითაც კი. მადლობა გადაუხადე მზეს, შენს სუნთქვას, წყალს, რომელსაც სვავ. დღეს განმავლობაში, როდესაც გამოწვევები შეექმნება, გახსოვდეს ანგელოზური თანამყოფობა და გაიმეორე შენი განცხადება. იგრძენი ამ განცხადების ენერგია შენს სხეულში, გონებაში და სულში. მიეცი მშვიდობითა და დარწმუნებით გავსო. რაც უფრო ენდობი, მით უფრო პასუხობს სამყარო. რაც უფრო ღებულობ, მით უფრო მიედინება კურთხევები შენი მიმართულებით. ანგელოზები გიჭერენ მხარს, აღნიშნავენ რწმენის ყოველ ნაბიჯს, რომელსაც დგამ. ისინი მოუთმენლადელიან, რომ იხილონ როგორ იღებ შენი ნდობისა და ღიაობის ნაყოფს. ენდე, მიიღე და იღე, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. იყავი თავის მიმართ მსუბუქი. ეპატიე საკუთარ ნაკლოვანებებს და ადღიღე შენი გამარჯვებები, რაც არ უნდა პატარა ჩანდნენ. ეს არის მომენტი, რომ დარგო იმ ზრახვების თესლი, რასაც ყველაზე მეტად ღონისძიულობ და ენდო, რომ ზეცა ყოველ მათგანს რწყავს. ანგელოზები თავისი უსასრულო სიბრძნით გვასწავლიან, რომ შფოთვნილი მოქმედება არ არის ჰერკულესური მოხდენა ან მსხვერპლი, არამედ ღვთაებრივ დენთან თანამიმდინარეობა. ეს არის შენი ინტუიციის რბილი ხმის მოსმენა, ის შინაგანი ჩურჩული, რომელიც შემდეგი ნაბიჯისკენ გიწევს, რამდენადაც პატარა არ უნდა იყოს ის. ხშირად ვიმშვიდობთ დიდი ნიშნების ან აბსოლუტური სიცხადის მოლოდინში, მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ მოგზაურობა პატარა ნაბიჯებისგან, შეგნებული არჩევანებისგან შედგება, რომლებიც ჩვენს მიზანთან გვაახლოვებ. თავის მიმართ სინაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაბიჯებიდანია. როგორ შეიძლება მოელოდო, რომ სამყარომ გაკურთხოს, თუ პირველ რიგში თავს არ აკურთხებ? შენი ნაკლოვანებების პატიება არ ნიშნავს შეცდომების გამართლებას, არამედ დანაშაულის წონის გათავისუფლებას, რომელიც წინსვლაში გიშლის ხელს. შენი გამარჯვებების აღნიშნა, რამდენადაც პატარა არ უნდა იყოს, არის შენი ღირებულების აღიარება და მეტი მიზეჯის მოზიდვა ზეიმისთვის. იმ ზრახვების თესლის დარგვა, რასაც ყველაზე მეტად სურს, ნიშნავს ვიზუალიზაციას, გრძნობას და მოქმედებას ისე, თითქოს ეს უკვე რეალობაა. თუ სიუხვეს სურვებ, დაიწყე მოქმედება როგორც მდიდარი ადამიანი. თუ სიყვარულს ისურვებ, დაიწყე საკუთარი თავისა და სხვების უპირობო სიყვარული. თესლი ღამით არ ამოღობს, მას დრო, ზრონვა და ყვება სჭირდება. და აქ შედის ზეცის ნდობა. სამყარო მოთმინებული და მოსიყვარულე მებაღეა. რწყავს შენს თესლს ღვთაიდრიბი ენერგიით, სწორი შესაძლებლობებით, სწორი ადამიანებით, ნუ ინერვიულებ როგორ ან როდის.
უბრალოდ დარგე შენი თესლი რწმენით და მიეცი ცხოვრების ჯადოს დანარჩენი გააკეთოს. ანგელოზები გამამხნევებენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. მაშინაც კი, როდესაც მთლიან გზას ვერ ხედავ. ზოგჯერ შთაგონებული მოქმედება უბრალოდ ღრმა ამოსუნთქვაა, რამდენიმე წუთის მედიტაცია, ან შენი ფიქრების დღიურში ჩაწერა. სხვა დროს ეს რთული საუბარია, ახალი ცოდნის ძებნა, ან შენთვის მნიშვნელოვან საქმეში მოხალისეთ მუშაობა. ერთი ფორმულა არ არსებობს, რადგან ყოველი მოგზაურობა უნიკალურია. მთავარია, რომ მოქმედება სიყვარულისა და შესაბამისობის ადგილიდან მოდინარეობდეს და არა შიშისა თუ სასოწარკვეთისგან. როდესაც შთაგონებით მოქმედებ, სამყარო შენს სასარგებლოდ იწერება. იხსნება კარები, რომლებიც ადრე დაკეტილი ჩანდა და იხსნება გზები, რომლების არსებობასაც კი არ ხატავდი. გახსოვდეს, რომ მოთმინება ღვთაებრივი სათნოებაა. ისევე როგორც ყვავილი არ აიძულებს თავის ამოყვავებას, შენც არ გწირდება შენი შედეგების იძულება. ენდე ღვთაებრივ დროს, სამყაროს სრულყოფილ რიტმს. ანგელოზები შენს გვერდით არიან, ჩაუჩურჩულებენ გამამხნევებელ სიტყვებს და გახსენებენ, რომ შენ შესაძლებელია გაახორციელოს შენი ყველაზე ღრმა ოცნებები. იგრძენის სიმშვიდე, რომელიც მოდის იმის ცოდნისგან, რომ სწორ გზაზე ხარ, ზეციური ძალების მიერ მართული. ჩაეხუტე მოგზაურობას, აღნიშნე ყოველი პატარა პროგრესი და მიეცი ღვთაებრივ სინათლეს წაყვანოს ყველაფრის გამოვლენისკენ, რასაც ყველაზე მეტად ისურვებ. შთაგონებული მოქმედება ხიბია შენ სურვილსა და რეალობას შორის. გაილაშქრე მასზე რწმენითა და მადლიერებით. ისინი გთხოვენ არასოდეს დაივიწყო. შენ ღრმად გიყვარხართ. კომენტარებში დაწერე, მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთებებს. გაუზიარე ეს წერილი ვინმეს, ვისაც უყვარხარ. შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც ამ ადამიანს უნდა მოესმოს. ნუ დაივიწყებ ამ ვიდეოს მოწონებას და არხზე გამოწერას, რომ განაგრძო ზეციური წერილების მიღება, რომლებიც შენს დღეებს მიმართავს. შემდეგ ღვთაებრივ წერილამდე, ანგელოზებმა განაგრძონ შენი კურთხევა მშვიდობითა და სიყვარულით. მივედით ამ ანგელოზური მოგზაურობის ბოლოს, მაგრამ ღვთაებრივთან კავშირი რჩება. გახსოვდეს, რომ ანგელოზების თანამყოფობა შენს ცხოვრებაში მუდმივია. სინათლის შუქურა, რომელიც სიბნელეში გიმართავს. ისინი ყოველთვის მზად არიან, გიგულიან, მუდმივად ჩაქჩურჩულონ ნუგეშის სიტყვები და გზაგაჩვენონ. ყოველ გამოწვევაზე, ყოველ სიხარულზე, ყოველ მსჯელობის მომენტზე იგძენი მოსიყვარულე ენერგია, რომელიც გეხვევა. შენ არ ხარ მარტო. სამყარო შენს სასარგებლოდ იწერება და ანგელოზები ამ ღვთაებრივი შეთქმულების მაცნე არიან. კომენტარებში მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს დაწერით, შენ არა მხოლოდ გაამყარებ შენს რწმენას, არამედ ქმნი პოზიტიური ენერგიის ჯაჭვს, რომელიც ვრცელდება ყველაზე, ვინც კითხულობს და უკავშირდება ამ წერილს. შენი რწმენა საჩუქარია და მის გაზიარებით შენ ანათებ სხვა ადამიანების გზას. იფიქრე, ვინმეზე ვისაც უყვარხარ. ვინმეზე, ვისაც შეიძლება იმედის სიტყვა სჭირდებოდეს, შეხსენება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არსებობს. გაუზიარე ეს ვიდეო ამ ადამიანს. მარტივი ჯესტი შეიძლება სრულ განსხვავებას გახდეს ვინმეს ცხოვრებაში. და რათა ეს სინათლე განაგრძოს ნათება შენს ცხოვრებაში, რათა განაგრძო ამ ზეციური წერილების მიღება, რომლებიც კვებავს სულს და ნაბიჯებს მიმართავს, ნუ დაივიწყებ ამ ვიდეოს მოწონებას და არხზე გამოწერას. ასე გააკეთებით შენ ხდები სულების საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ეძებენ სულიერ აღმაფრენას, იხსნებიან ანგელოზების სიბრძნისთვის და ისურვებენ სრული და კურთხეული ცხოვრება ეცხოვრათ. ყოველი მოწონება, ყოველი გამოწერა, ყოველი კომენტარი მადლიერების ეკუა, რომელიც სამყაროში ირეკება, კიდევ უფრო მეტ კურთხევას იზიდავს ჩვენ ყველასთვის. ანგელოზების მშვიდობა იყოს შენთან, ღვთაებრივი სიყვარული გეხუტოს და ზეციური სიბრძნე ანათებდეს შენი ყოველი დღის ყოველ მომენტს. განაგრძო ანგელოზების დამცველი და მოსიყვარულე თანამყოფობის გრძნობა შენს მოგზაურობაში და ყოველი ნაბიჯი იყოს რწმენისა და იმედის სინათლით მიმართული. შემდეგ ღვთაებრივ წერილამდე, სადაც ერთად განვაგრძობთ ზეცის საიდუმლოებების გახსნას და ჩვენი კავშირის გამტკიცებას უმაღლეს გეგმასთან. ანგელოზებმა ყოველთვის გაკურთხონ მშვიდობით, სიყვარულითა და უსასრულო შესაძლებლობებით.